მზეზე ბოლო 7 წლის განმავლობაში უმძლავრესი ამოფრქვევა მოხდა 3 ოქტომბერს მზის დისკოს ზუსტად შუაში დიდი სიმძლავრის აფეთქება დაფიქსირდა. ამას გარდა მას თან ახლდა კორონული მასის ამოფრქვევაც, რომელიც პირდაპირ დედამიწისკენ იყო მიმართული. ის 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული მეორე X კლასის ანთებაა. ორივე მათგანი მზის ერთი და იმავე აქტიური ლაქა რეგიონიდან ამოიფრქვა. ამავე დროს წარმოადგენს ყველაზე მძლავრ ანთებას 2017 წლის სექტემბრის შემდეგ. მზის ანთებები ამჟამად ძალიან ხშირია, რადგან მზე თავისი აქტივობის 11 წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება. ანთებათა უმეტესობა მცირე აფეთქებებია, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარად გახშირდა X კლასის ანთებები. ყველაზე ძლიერი კატეგორია, რომლის გაზომვაც შეგვიძლია. 3 ოქტომბრის ანთება აღრიცხულთა შორის 20 უმძლავრეს ამოფრქვევათა სიაში შედის. ამოფრქვევა მოხდა რეგიონიდან, რომელსაც AR 3842-ს უწოდებენ. მას განსაკუთრებით კომპლექსური მაგნიტური კონფიგურაცია აქვს, რასაც ბეტა გამა დელტა კლასიფიკაციას უწოდებენ. მზის ლაქები არის ლაქები მზეზე, სადაც მაგნიტური ველი დროებით არის ძლიერი. ამის გარდა, ისინი მაგნიტურად ჩახლართულია. საპირისპირო პოლარობის მქონე მაგნიტური ველები ერთმანეთში იხლართება, წყდება და შემდეგ ხელახლა ერთდება. ამ ხელახლა შეერთებისას გამოიყოფა ენერგიის ჭავლი, მზის ანთება. ბეტა გამა მზის ლაქის რეგიონები შეიცავს საპირისპირო პოლარობის ზონებს, რომლებიც ერთმანეთს ადვილად ვერ უერთდება. დელტა ლაქებს უფრო პატარა სივრცეში ჩაფლული საპირისპირო პოლარობები აქვს, რაც ზრდის იმის შანსს, რომ მთლიანი ლაქა გახდეს განმეორებითი, ინტენსიური აქტივობის რეგიონი. სწორედ ამას ვხედავთ ახლა AR 3842-ის შემთხვევაში. მზის ანთებები დედამიწისათვის შეიძლება საზიანო იყოს. პლანეტის ზედაპირზე უსაფრთხოდ ვართ, რადგან რენტგენულ და გამა რადიაციას ატმოსფეროში ღრმად შეღწევა არ შეუძლია. მაგრამ ძლავრ რადიოჭავლებს შეუძლია ხელი შეუშალოს მაღალი სიხშირის რადიოსაკომუნიკაციო სისტემებს, GPS ნავიგატორებს. ეფექტები ყველაზე ძლიერია კორონული მასის ამოფრქვევისას. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ეს მოვლენა მზის ანთებებს თან ახლავს. კორონული მასის ამოფრქვევისას მზის სისტემის მასშტაბით გაითხოვცნება მილიარდობით ტონა მზის ნაწილაკი და ჩახლართული მაგნიტური ველები. ჩვენამდე მოსაღწევად მას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, მაგრამ როცა მოაღწევს, ეს ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებენ და იწვევენ გეომაგნიტურ შტორმს, რასაც გარკვეული შედეგები ახლავს თან. ატმოსფეროს ზედა ნაწილებში გამომუშავებულმა ელექტროდენმა შეიძლება ენერგიის რხევები გამოიწვიოს დედამიწაზე, ელექტროსისტემებში. მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს ძაბვის კორექცია.